მამები და შვილები რუსთაველის გამზირზე ეპიცენტრში ჩამოვიდნენ უკვე მსვლელობით წამოვიდნენ ისინი რესპუბლიკის მოედნიდან მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ სუსხიანი საღამოა მამები არიან მოსულები შვილბავშვებთან ერთად ხედავთ კადრში პატარა ბავშვებიც არიან მოსული აქციაზე და ეს არის სიმბოლური აქტი ერთგვარი როგორც თავად მამები ამბობენ ბავშვებთან ერთად მოსული მამები ისინი პირველ რიგში სოლიდარობას უცხადებენ ივანიშვილის რეჟიმის მიერ დატყვევებულ იმ მამებს რომელიც გამოკეტა აქციებზე დგომის გამო ქართულმა ოცნებამ ციხეებში და ეს არის სიმბოლური აქტი სწორედ შვილებთან ერთად მათ შვილებსაც უცხადებენ სოლიდარობას რა თქმა უნდა იმ ბავშვებს რომლებიც ყოველდღიურად კითხულობენ სად არიან მათი მამები და რატომ გამოამწყდია ივანიშვილმა ისინი ციხეში ყველაზე მშვიდობიანი აქტი იყო ეს მსვლელობა აქცია რომელიც ჩამოვიდა უკვე პარლამენტთან და ნაძვის ხეს შემოავლეს ის მთავარი ბანერი რომელიც ეკავათ შვილებს და მამებს აქციის წინ მოუყვებოდნენ სწორედ ამ ბანერით თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და სოლიდარობა დატყვევებულ მამებს. მე თავად გავესაუბრები აქციის მონაწილეებს, რომლებიც დგანან ახლა პარლამენტის შენობასთან. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ. თორნიკე, სამ შვილთან ერთად მოსული მამა აქციაზე. რა გაქვთ სათქმელი და რა გსურთ ამ აქტით უბრალოდ უთხრათ არალეგიტიმურ მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩვენი მთავარი სათქმელი კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ არის თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს უკვე 51 დღე არის გრძელდება უწყვეტი პროტესტი ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა იცით საქართველოს ისტორიაში და ეს იმას საფუძველს მაძლევს ვიფიქრო რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება არის ძალიან ახლოს მადლობა მინდა მოუხადო ყველა ჩვენი აქციის მონაწილეს რადგან არ არის მარტივი რომ ამ სიცივეში ბავშვებით ქუჩაში გამოხვიდეთ და საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა და მადლობა ყველას. მადლობა დიდი თქვენ უსმედით მამას რომელიც მის მცირეწლოვან შვილებთან ერთად მოსულია აქციაზე უკვე საათზე მეტია ისინი მოუყვებიან მარშს რესპუბლიკის მოედნიდან გავესაუბრები კიდევ ერთ აქციის მონაწილეს რეჟისორს გიორგი პირდაპირ ეთერში ვართ გამარჯობა ჩამოხვედით რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით შვილებთან ერთად მცირეწლოვან შვილებთან ერთად მიუხედავად იმ სუსხისა რაც დღეს იგრძნობა ხო აი ამ აქტით რისი თქმა გინდათ უკვე თქვენ ყოველდღე გახართ ჩვენ ხედავთ ყოველდღე გახართ საპროტესტო აქციებზე თუმცა დღეს არის გამორჩეული მშვიდობიანი ბავშვებთან ერთად აი ამ აქტით რისი თქმა გსურთ რეჟიმს იცი არ ვიცი შეიძლება ჩვენ აქ მყოფთ ყველას ერთმანეთისგან განსხვავებული мотиваცია გქონდეს ამის პირადად ჩემთვის იყო საინტერესო ის რომ ის გზა რომელსაც ყოველდღე გავდივართ ხოლმე კერძოდ თქვა შეიძლება ზოგი თუ მანქანით მოდის სადღაც რესპუბლიკის მოედნის მიდამოებში დავაყენებთ მანქანებს და ფეხით მოვდივართ ხოლმე ხო რუსთაველზე აი ეს გზა ფეხით გამოვიარეთ ჩემს შვილთან ერთად მოვედით აქ სადაც უკვე ლამის ორი თვე ხდება და კიდე პრინციპში ეს ორი თვე უწყვეტობას გულისხმობდა დანარჩენი მანამდე უკვე 2 წელია ხო რაც ვართ ამ ბრძოლაში სადაც ვართ სადაც დაპირისპირებებში ვართ სადაც გვიპირისპირებს რეჟიმი სისხლიანი რეჟიმი ძალიან ესეთ ხის ძალას სადაც ვიბრძვით და სადაც სისხლით ჩემ შვილთან ერთად გამოვიარე და დარწმუნებული ვარ რომ მის მახსოვრობაში აი ეს დღე დარჩება ძალიან მკვეთ და მკაფიო მოგონებად იმიტომ რომ ეს დღეები მის მომავალს უზრუნველყოფს მის მშვიდობიან მომავალს და ევროპულ მომავალს უზრუნველყოფს და ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ აი ამ პერიოდს ის როდესაც გაიზრდება რამდენი წელსაც არ უნდა იყოს ყოველთვის გაიხსენებს ხოლმე რა ჩემთვის მნიშვნელოვანია და ცოტა ემოციური დღე იყო თუმცა მინდა გითხრათ რომ დამძაბა როდესაც პოლიციელი მე არ ვიცი კიდე შეიძლება თუ არა პოლიციელი უწოდო დღეს ფორმიანს იმიტომ რომ პრაქტიკულად პოლიცია აღარ გვაქვს პოლიცია რომელიც არ ემსახურება ჩემ კეთილდღეობას და ჩემ უსაფრთხოებას ის პოლიცია აღარ შეიძლება იყოს მიჩნეული და როდესაც მოვიდა ჩემ შვილთან ერთად ვიყავით და ჩვენ ყველა ბავშვებთან ერთად ვიყავით მოვიდა და ასეთი რამ მითხრა რომ თუ არ გადახვალთ ტროტუარზე და ტროტუარზე არივლით თქვენ ხართ იდენტიფიცირებულები და თქვენ არ ვიცი მე დაისჯებით თუ რაღაცის თქმა უნდა და მე ვკითხე რომ იდენტიფიცირებული ვარ თქო და მივხვდი რომ ბედნიერი ვიყავით ამ კაცმა მე თუ დამაიდენტიფიცირა ეს ის არის ვინც არ აიდენტიფიცირებს დამნაშავეებს ბანდის წევრებს ტიტუშკებს და თუ მე მან დამაიდენტიფიცირა ესე იგი მე ვარ მოქალაქე რეალურად და მე ვარ სამართლიანობის მომხრე და მშვიდობიანი მოქალაქე რა მაგრამ მე მათ მინდა უთხრა რა რომ აუცილებლად დაფიქრდნენ რას ემსახურებიან დღეს იმიტომ რომ ისინი უნდა ემსახურებოდნენ საქართველოს საქართველო ვართ ჩვენ ისინი დღეს ემსახურებიან რეჟიმს სამწუხაროდ და მე მათ მოვუწოდებ რომ ამაზე ბევრი იფიქრონ და ემსახურონ საქართველოს დიდი მადლობა მამების შვილებთან ერთად გაანან ახლა რუსთაველის
რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან იქ სადაც არის ყოველდღიური ეპიცენტრი აქციის, საპროტესტო აქციის. შვილ ბავშვებთან არიან მოსულები, მამები აქ საპროტესტო აქციაზე და ამ ფორმით ისინი სოლიდარობას უცხადებენ დატყვევებულ მამებს, ასევე მათ შვილებს, რომლებიც სახლში ელოდებიან. მამებს ამბობენ, რომ არ უშინდებიან სულს ზამთრის სიცივეს, მათი შვილების მომავლისთვის იბრძვიან სწორედ ისინი, მათი ევროპული მომავლისთვის და იდგებიან აქ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება და არ გაიგებს არალეგიტიმური რეჟიმი, რომ უნდა წავიდეთ და შეასრულოს ხალხის მოთხოვნა. მე გავესაუბრები კიდევ ერთ მონაწილეს აქციის გამარჯობა პირდაპირ ეთერში ვართ. თუ შეიძლება თქვენც გითხარით, თქვენი სათქმელი, თქვენ პატარა ბავშვთან ერთად ხართ მოსული და გახართ აქ. აი, რა არის თქვენი სათქმელი რეჟიმისთვის, რომელიც არასრულებს ხალხის მოთხოვნას? პატარა ნიკოლასისთვის რუსული კანონის მიღების დღიდან დაიწყო აქციები და მას შემდეგ აქციებზე დადის შეძლების დაგვარად. ჩემი პირველი სათქმელი რაც არის არარუსულ რეჟიმს ჩვენ ეს გზა გამოვიარეთ მიუხედავად სიცივისა ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე მაინც ამაყად მოაბიჯებდა ამ გზას. ეს გზა არის ევროპული გზა და ჩვენ ამ მიზანს მივახცევთ აუცილებლად. მთავარი რაც არის მინდა ვთქვა რომ პირველ რიგში პოლიტპატიმრებს, რომელიც არიან დაკავებულები, მათ თავისუფლებას უსურვებ, ასევე ქალბატონ ზია ამაღლობას, რომელიც ბათუმელების ჟურნალისტი დააკავეს, სრულიად უკანონოდ, მინდა მას მალე თავისუფლება უსურვო. ასევე რეჟიმის სინდისის პატიმრებს, რომლებიც ისინიც უკანონოდ ხედან თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო, მთავარი მოთხოვნები, რაც არის უცვლელი, ეს არის ახალი არჩევნები და ინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდეს პოლიტპატიმრები. კიდე რაც მთავარია ევროპული კურსი ეს არის უპირველესად მნიშვნელოვანი. ამისთვის საჭირო ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივახცევთ. არავინ იფიქროს, რომ ეს ხალხი გაჩერდება და დანებდება და აქციები არ გაგრძელდება. აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ იქნება ახალი არჩევნები. მადლობა დიდი, თქვენ უსმენთ კიდევ ერთ აქციის მონაწილეს მამას, რომელიც მის მცირეწლოვან შვილთან ერთად დგას რუსთაველის გამზირზე, ჩამოვიდა მარშით თავისუფლების რესპუბლიკის მოედნიდან და ამბობს, რომ მას აქვს მოთხოვნა, მას სურს მისი შვილისთვის ევროპული მომავალი ქვეყნის და სწორედ ამიტომ იდგება ქართულ ხალხთან ერთად ქვეყნის მთავარ გამზირზე ამ მოთხოვნით, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი არ გაიგებს ხალხის ხმას, არ დაიხევს უკან, არ ჩანიშნავს ხელმეორედ არჩევნებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ გაათავისუფლებს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ახალგაზრდებს, მამებს, რომლებსაც საკუთარი შვილები ელოდებიან სახლებში. ეს არის სიმბოლური აქტი, შვილ ბავშვებთან ერთად მოსული მამები მარშით ჩამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, არ უშინდებიან სიცივეს, დგანან საქართველოს ევროკავშირის დროშებით ხელში. ხედავთ კადრში, რომ საკმაოდ ბევრია ბავშვების რაოდენობა, რომლებიც მამებთან ერთად მოვიდნენ აქციაზე, დგანან რუსთაველის გამზირზე. ასეთია ვითარება, ჯერჯერობით გზა არ გადაკეტილა, თუმცა აქ ელოდებიან ადამიანებს, რომლებიც შემოერთდებიან ტრადიციულად უკვე მეორე თვეა მათ მოთხოვნას და იდგებიან აქ ამ ფორმით ისინი კიდევ ერთხელ გააგონებენ ხმას ივანიშვილის არალეგიტიმურ მთავრობას.